პოკროვსკი უნდა დაცემულიყო. დონეცკში მდებარე ქალაქი რუსეთის კონტროლში უნდა ყოფილიყო და გამოიყენებოდა, როგორც საწყისი წერტილი რეგიონის სიღრმეში შეტევებისთვის. მაგრამ ეს ახლა შეიცვალა. პოკროვსკში რაღაც განსაკუთრებული ხდება, რადგან უკრაინამ რეგიონში 3 კილომეტრის სიგრძის გარღვევა მოახერხა. რუსეთი მოულოდნელად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ პოკროვსკი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რაც ფრონტის ხაზის გასწვრივ ხდება, რადგან ღრმა დარტყმები და კონტრშეტევები უკრაინას მთლიანად აძლევს ინიციატივას. დავიწყოთ იმით, რაც პოკროვსკში მოხდა. 19 მაისს უკრაინის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელმა სერგი ვრაჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეტევითმა ჯგუფებმა შეძლეს ღრმად შეეღწიათ პოკროვსკის რეგიონში, რომელსაც აცხადებს, რომ აკონტროლებს. სასტიკი შეტევით უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს რუსული თავდაცვითი ხაზების 3 კილომეტრით გარღვევა, ხოლო კონტრშეტევების სერიამ აჩვენა, რომ უკრაინას აქვს იდეალური პასუხი იმ რეზერვებზე, რომლებსაც პუტინი ახლა პოკროვსკის რეგიონში აგზავნის. ეს რეზერვები ცუდად არიან მომზადებული და არ არიან მზად იმისთვის, რასაც უფრო გამოცდილი უკრაინელი მებრძოლები უპირისპირებენ. უკრაინამ პუტინს აჩვენა, რატომ არის ეს პრობლემა, ხოლო ვრაჩუკმა ის, რაც ახლა მოხდა, ჩვეულებრივ ტაქტიკულ მოქმედებებზე მეტად შეაფასა. ვრაჩუკმა UATV-ს რაც შეეძლო, გაუმხილა. თუ პოკროვსკზე ვსაუბრობთ, აშკარა მიზეზების გამო ზუსტ ადგილს ვერ დავასახელებ. მაგრამ აქ თავდაცვის ძალებმა შეძლეს არამხოლოდ ტაქტიკური კონტრშეტევების განხორციელება, ამას შეიძლება გარღვევის მოქმედებები ვებები უწოდოთ, განაცხადა ბრატუკმა და დაამატა, რადგან ზოგიერთ ადგილზე ჩვენს ძალებს 3 კილომეტრით შეეძლოთ რუსი ოკუპანტების თავდაცვის სიღრმეში შეღწევა. შემდეგ მან გადასცა ბოლოშეთ ობინება, რომელიც პუტინს ყველაზე ნაკლებად სურდა მოესმინა. ოპერაცია გრძელდება. როდესაც რუსეთი ცდილობს დონეცკს მიანიჭოს პრიორიტეტი, უკრაინა ახორციელებს ჭკვიანურ კონტრშეტევებს იმ რეგიონებში, სადაც პუტინის ძალები ყველაზე სუსტები არიან. ახლა ჩანს, რომ პოკროვსკი ერთ-ერთი ასეთი რეგიონია და თუ ბრატუკი მართალია, ისაც ახლახან ვიხილეთ, ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ეს არის საწყისი წერტილი უფრო მეტი ოპერაციისთვის, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს, რათა უფრო ღრმად შეიჭრას რუსეთის თავდაცვით ხაზებში, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, რასაც პუტინი დანარჩენი დონეცკისთვის გეგმავს. და კიდევ რაღაც არის. უკრაინის 413 უპილოტო სისტემების ძალების პოლკისგან, რომელსაც ასევე რეიდის პოლკს უწოდებენ, ცოტა წარმოდგენა მივიღეთ, თუ როგორ გამოიყურებოდა უკრაინის შეტევა პოკროვსკის მიმართულებით. პოსტში X-ზე რეიდმა გააზიარა ვიდეო, სადაც მათი ერთ-ერთი დრონი პირდაპირ ურთავს რუსულ სამეთაურო პუნქტს, რომელიც პოკროვსკში მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში იყო დამალული. ვიდეო საინტერესოა, როგორც თითოეული დრონი მიხვება წინა დრონს, ხედავთ როგორ ინგრევა სამეთაურო პუნქტი და ბოლოს ცეცხლმოკიდებულ ნანგრევად იქცევა. რეიდის თქმით, აღნიშნულ სამეთაურო პუნქტს რუსეთის ფედერაციის 54 არმიის მე-9 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, ანუ ცმბრი ყენებდა. და ის განზრახ იყო მოწყობილი მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში, რადგან რუსეთს ეგონა, რომ ასე სამეთაურო პუნქტის აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა. რუსეთი შეცდა. რეიდის განცხადებით, 51 არმიის 9 ცმბრის სამეთაურო პუნქტის განადგურება შეასუსტებს მტრის შესაძლებლობებს დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს შეტევით მოქმედებებს დონბასში. ეს მცირე მინიშნებაა, თუ რატომ არის უკრაინის შეტევა პოკროვსკის მიმართულებით ასეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ რაც პუტინს ნამდვილად გაანადგურებს, არის ის, რომ ბრატუკი ამხელს, რომ უკრაინის კონტრშეტევა პოკროვსკში მხოლოდ ერთ-ერთი რამდენიმე ანალოგიური ოპერაციიდანაა, რომლებიც მთელ დონეცკში მიმდინარეობს. პოკროვსკის მიერმა უკრაინის ძალები მიიწევენ მირხორადის, ლიმანისა და კონსტანტინივკის მიმართულებებით, სადაც ისინი ნელ-ნელა აბრუნებენ რუსული ძალების მიერ თვეების განმავლობაში მოპოვებულ წარმატებებს. ეს კამპანია გავლენას ახდენს მთელ დონეცკზე, რადგან უკრაინა ანგრევს რუსულ ხაზებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ზურგად ითვლება, რაც ასუსტებს რუსეთის მცდელობებს კიდევ უფრო ღრმად შეიჭრას დონეცკში. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით. შეიძლება ფიქრობდეთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შესაძლებელი იყოს. პოკროვსკი დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინა რუსეთს. ახლა კი თითქმის 2026 წლის ნახევარზე ვართ. ნამდვილად ეს რეგიონი მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ზუსტად ასე უნდოდა პუტინს და მის თანამზახველებს რომ გეფიქრათ. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთულია. რუსეთი მართლაც აცხადებს, რომ პოკროვსკი მის ხელშია. კრემლი ამ განცხადებას უკვე გარკვეული დრო აკეთებს. ჯერ კიდევ მაშინიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფრთების უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 2025 წლის 1 დეკემბერს განაცხადა, რომ პოკროვსკი რუსეთის კონტროლქვეშ იყო. გერასიმოვი იმდენად მონდომებული იყო ამ ამბის გავრცელებაში, რომ კრემლმა ეს ინფორმაცია ტელეგრამზეც კი გამოაქვეყნა და მან ეს ამბავი პირადად პუტინსაც აცნობა. არ არის დამთხოვა, რომ პოკროვსკის აღების შესახებ რუსეთის ამბავი ზუსტად იმ დროს გავრცელდა, როცა პუტინს შეეძლო ეს ინფორმაცია ბერკეტად გამოეტენებინა რამდენიმე დღეში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. დიდი დრო არ გასულა, რომ რუსული ტყუილები გამოაშკარავდა. გერასიმოვის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მას არ უნახავს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რუსეთს პოკროვსკის სრულად დაკავება ჰქონდა დასრულებული. ASW-მ ასევე ეჭვი გამოთქვა იმაზე, თუ ქალაქი, თუ კი ის მართლაც დაეცა, ნამდვილად გახდებოდა თუ არა კარგი ბაზა რუსეთის დანარჩენი გეგმებისთვის დონეცკში, როგორც პუტინი ამტკიცებდა. იმ დროს უკრაინას ჯერ კიდევ ჰქონდა გამაგრებული პოზიციები პოკროვსკის დასავლეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში, რაც ართულებდა რუსეთის მცდელობებს რეგიონში წინსვლისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 2025 წლის ბოლოს იყო მოხსენებული. მას შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო მეტი პროგრესი აჩვენა და არავის აქვს ილუზია, რომ პოკროვსკში ვითარება უკრაინისთვის კარგია. მაგრამ ეს არც ისე მარტივი და ცალსახაა, როგორც რუსეთს უნდა რომ გამოჩნდეს.
ამ რეგიონში ბრძოლები კვლავ გრძელდება, ისევე როგორც იმ ქალაქში, რომელსაც რუსეთი თავსეთი თავის კონტროლქვეშ მყოფად აცხადებს. ჩვენ ეს ვიცით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სივსკის კომენტარებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებით დაახლოებით 80-99,000 ჯარისკაცი მოაგროვა. ოვა, რაც უკრაინაში მთელ ფრონტზე ყველაზე დიდი რუსული დაჯგუფებაა. ეს მართლაც ძალიან ბევრი ჯარისკაცია. მაგრამ ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც უნდა იყვნენ თავმოყრილნი დონეცკის ციხესიმაგრის ხაზთან და განსაკუთრებით კონსტანტინიუკას ქალაქთან. ის ფაქტი, რომ ისინი პოკროვსკის რეგიონში არიან თავმოყრილნი, ორ რამეს გვეუბნება. პირველ რიგში პოკროვსკი არ არის ისეთი კარგი ბაზა ახალი შეტევების დასაწყებად, როგორც პუტინი ამტკიცებდა. თუ ასე იქნებოდა, ეს 99,000 ჯარისკაცი ბევრად ღრმად შეიჭრებოდა დონეცკში და პუტინს მის დეკლარირებულ მიზანთან სექტემბრამდე დონბასის აღებასთან უფრო დაახლოებდა. ეს შეუძლებელ ვადად ჩანს, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინა პოკროვსკში კონტრშეტევაზე გადადის. და მეორე, პოკროვსკში ჯარების თავმოყრა გვიჩვენებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია პოზიციების დაკარგვის გამო. რუსეთი აწყობს თავდაცვით ხაზებს რეგიონში, რომელსაც სრულად კონტროლირებადად აცხადებს, რადგან იცის, რომ ამ კონტროლის ნაწილი ბევრად სუსტია, ვიდრე რუსეთს სურს აღიაროს. ეხლა კრემლს არაფრის აღიარება არ სჭირდება. უკრაინამ უბრალოდ აჩვენა მსოფლიოს, რომ პოკროვსკში წინსვლა შეუძლია. ასე რომ პოკროვსკში სიტუაცია რუსეთისთვის ისეთი კარგი არ არის, როგორც კრემლი ამტკიცებს, მაგრამ ყველაფერი ბევრად უარესად გამოიხურება, როცა ხაზებს მიღმა მიმდინარე მოვლენებს დააკვირდებით. 3 კილომეტრიანი კონტრშეტევა უკრაინისთვის შესანიშნავი ამბავია. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის დონეცკის თავდაცვაში არსებობს სისუსტეები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. მაგრამ ამ პრობლემის უკან ბევრად უფრო დიდი საკითხი დგას. სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, პუტინის ბევრად უფრო დიდი პრობლემა პოკროვსკში ეს არის. ზურგში განხორციელებული დათმები ისეთივე საშიშია, თუ არა უფრო მეტად, როგორც უკრაინის კონტრშეტევა ფრონტზე. ბრატუკი ამას უსვამს ხაზს და UATV-ს ეუბნება. იყო დართმები, დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, მტრის ლოგისტიკასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, რაც გავლენას ახდენს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობაზე და რუსეთის შესაძლებლობაზე გააგრძელოს აგრესიული ომი. საშუალო მანძილის კამპანია ის, რაც რეალურად აზიანებს რუსეთს პოკროვსკში და მთლიანად დონეცკის რეგიონში. სარდლობის პუნქტის განადგურება, რომელსაც ადრე გამოკვეთეთ, ამის მაგალითია, მაგრამ საქმე ბევრად უფრო ღრმაა. როგორც ინდეპენდენტი აღნიშნავს, უკრაინა უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს იმისთვის, რომ შეძლოს დათმების განხორციელება ფრონტის ხაზის უკან 30-დან 180 კილომეტრამდე მანძილზე. ეს თავდასხმები მიზნად ისახავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა სარდლობის პუნქტები, როგორც უკვე ვნახეთ, ასევე სამხედრო ტექნიკას, საჰაერო თავდაცვასა და ლოგისტიკას. ასეთი ტიპის თავდასხმები ომის მიმდინარეობას მარტო ვერ შეცვლის, მაგრამ ისინი ქმნიან შესაძლებლობებს შეტევებისთვის სხვა ადგილებში. ეს არის ის, რაც სავარაუდოდ ახლახან ვნახეთ პოკროვსკში. ახალი თაობის საშუალო მანძილის დრონების გამოყენებით, უკრაინამ პოკროვსკის რეგიონში რუსეთის ზურგს ძლიერი დათმა მიაყენა. ის დართმა, რომელიც რუსეთმა მიიღო, სავარაუდოდ გამოიწვია ის, რომ მისმა წინა ხაზის ჯარისკაცებმა მხარდაჭერა და შესაძლოა მეთაურებთან კავშირის შესაძლებლობაც დაკარგეს. ქაოსი იწყება. რუსეთის თავდაცვა ნაკლებად ორგანიზებული ხდება და სწორედ მაშინ უკრაინის შეტევითი ჯგუფები ახერხებენ დართმას, ანადგურებენ გაფანტულ რუს ჯარისკაცებს და ღრმად აღწევენ თავდაცვით ხაზებში. ბრატუკი ამტკიცებს, რომ ეს საშუალო მანძილზე დართმები რუსულ შეტევებს არ შეამცირებს. შეიძლება ამაში ცდებოდეს, როგორც რამდენიმე წუთში გაიგებთ. მაგრამ თუნდაც მართალი იყოს, მთავარი აზრი ისაა, რომ რომ უკრაინის საშუალო მანძილზე სტრატეგია, როდესაც მას მის კონტრშეტევებსა და დონეცკის სხვა ნაწილებში მოწყობილ ძლიერ თავდაცვებს უმატებთ, იწვევს ისეთ გამოფიტვას, რომელსაც რუსეთი უბრალოდ ვერ გაუმკვალდება. თუმცა მათთვის მთავარი პრობლემა გახდა, განსაკუთრებით იმ დანაკარგების შევსება, რომელსაც ისინი განიცდიან, ამბობს ბრატუკი რუსეთის ძალებზე დონეცკში. მტრის ყოველდღიური დანაკარგები სტაბილურად აღწევს დაახლოებით 1000 მოკლულსა და დაჭრილს. ეს მძიმე დანაკარგებია რუსებისთვის. ისინი იძულებულნი არიან სტრატეგიული რეზერვების სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ, საკუთარი ხვრელების ამოსავსებად და არა იმისთვის, რომ ჩვენამდე გამოაღწიონ. ჩვენ ალბათ ეს ისევ პოკროვსკში ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ 99,000 ჯარისკაცის ასეთი მასშტაბური თავმოყრა ამ რეგიონში შთამბეჭდავია, ეს დიდად არაფერს ნიშნავს შეტევითი ძალისთვის, როცა რუსეთი იმდენ ჯარისკაცს კარგავს, რომ ეს ძალები ხაზებში ხველების ამოსავსებად გამოიყენება და არა შეტევების დასაწყებად. მოდით ერთი წუთით ბრატუკის კომენტარებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც რუსეთის დანაკარგებს ეხება. ბოლო რამდენიმე თვეში გამოქვეყნებული საინტერესო მონაცემები გარკვეულ კონტექსტს ძენს იმას, თუ რამდენად მძიმეა რეალურად მდგომარეობა რუსეთისთვის. სირსკის თქმით, რუსეთი ახლა მთელ ფრონტზე უკრაინაზე 3.5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს. ეს თანაფარდობა კიდევ უფრო უარესდება რუსეთისთვისთვის, როდესაც თითოეულ მხარეს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას ვადარებთ. ზოგ დღეებში სირსკის თქმით, რუსეთი ყოველ ერთ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცზე 7-დან 9 დაღუპულ ჯარისკაცს კარგავს. ეს ფაქტი თავისთავად უსვამს ხაზს მდგრადობის ნაკლებობას, რაზეც პრატიკი საუბრობს. დაღუპული ჯარისკაცები ვერ ბრუნდებიან ბრძოლის ველზე, მაშინ როცა დაჭრილებს შეუძლიათ გამოჯამრთელდნენ და კვლავ იბრძოლონ. მაგრამ შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად შევხედოთ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, აპრილში რუსეთის სამხედრო დანაკარგები შეადგენდა 35,203 დაღუპულსა და დაჭრილს. მსგავსი დანაკარგები დაფიქსირდა მარტშიც, რაც ჯამში დაახლოებით 70,000 გვაძლევს. ახლა მოდი ამ ჯამზე სირსკის თანაფარდობა გამოვიკენოთ. რასაც ხედავთ არის ის, რომ უკრაინამ მარტსა და აპრილში დაახლოებით 20,000 ჯარისკაცი დაკარგა, დაღუპულთა ან დაჭრილთა სახით, მაშინ როცა რუსეთმა დაახლოებით 70,000 დაკარგა.
და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რომ რუსეთი ბევრად უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს სიკვდილით ვიდრე დაჭრით. 10 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგების 62% უკრაინის მიერ მოკლულებს შეადგენს, ხოლო 38% დაჭრილებს. ასე რომ 2 თვის განმავლობაში 70,000 დანაკარგი ნიშნავს 43,400 ჯარისკაცს, რომლებსაც რუსეთი ვეღარასდროს დაიბრუნებს. ეს იგივე პერიოდში უკრაინის საერთო დანაკარგებზე ორჯერ მეტზე მეტია. როგორც ჩანს, ბრაჩიკი მართალია, რუსეთი ჯარისკაცებს ისეთი სისწრაფით კარგავს, რომ ამას ვერ გაუძლებს. და როგორღაც შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ მათემატიკას, რათა გამოკვეთოთ, რამდენად მძიმეა მდგომარეობა რუსეთისთვის დონეცკში. 8 აპრილს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონში ყოველი დაკავებული კვადრატული კილომეტრისთვის 316 ჯარისკაცს კარგავს. ამ რეგიონში დასაკავებლად დაახლოებით 6,000 კვადრატული კილომეტრია დარჩენილი. თუ მდგრადობაზე ვსაუბრობთ, მაშინ აქ მათემატიკა პუტინისთვის პრობლემაა. ამ ტემპით რუსეთს დონეცკის საბოლოოდ დასაკავებლად თითქმის 1,9 მილიონი ჯარისკაცის შეწირვა მოუწევს. პოკროვსკში თავმოყრილი 99,000 ჯარისკაცისთვის მდგომარეობა კარგად არ გამოიყურება. რუსეთი ამ ჯარისკაცებს რამდენიმე თვეში ამოწურავს, შემდეგ კიდევ და კიდევ მეტი დასჭირდება. დონეცკი მაინც არ დაეცემა. თუ ამას დაუმატებთ იმასაც, რომ უკრაინა პოკროვსკში წარმატებებს აღწევს და ასევე ახორციელებს საშუალო მანძილის დარტყმებს, რუსეთისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. უკრაინამ პოკროვსკში არაჩვეულებრივი რამ მოახერხა. რუსეთი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა და მომდევნო რამდენიმე თვე მას მძიმე დარტყმები ელის. და ამ ყველაფერში ყველაზე უცნაური ის არის, რომ პუტინი კვლავ უბრძანებს თავის ჯარისკაცებს პირდაპირ უკრაინულ ბრძოლაში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოადგილე პავლო პალისა ამბობს, რომ დონეცკი იქნება რუსეთის მთავარი ყურადღების ცენტრი, რადგან წარუმატებელი გაზაფხულის შეტევა ზაფხულში გადადის. პუტინის მიზანი კვლავ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევა, რაც ნიშნავს, რომ მას სჭირდება პოკროვსკში სტაბილური მდგომარეობა, საიდანაც შეტევებს დაიწყებს და დაცემული ციხესიმაგრეების სარტყელი. მას არც ერთი არ აქვს. ის ახლოსაც კი არ არის ამ ორი მიზნის მიღწევასთან. მაგრამ პუტინი მაინც გასცემს შეტევის ბრძანებებს, რომლებიც თვეების განმავლობაში სულ უფრო სუსტდება, რადგან უკრაინა ანადგურებს რუსეთის ზუგს და იბრუნებს ტერიტორიებს პოკროვსკში. რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა ინგრევა. და ეს კარგად გვაბრუნებს ბრატუკის კომენტარებზე რუსეთის მიერ შეტევების დონის შენარჩუნების შესახებ. ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი. 19 მაისს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მიაღწია პარიტეტს რუსეთთან შეტევების რაოდენობის მხრივ და ზოგ დღეებში სწორედ უკრაინა ამ მიმართულებით წინ. მაგალითად, გუშინ გენერალმა ზუსტი თარიღი არ დაასახელა. სიტუაცია იმით გამოირჩეოდა, რომ პირველად ჩვენი შეტევითი მოქმედებების რაოდენობამ გადააჭარბა მტრის შეტევითი მოქმედებების რაოდენობას, განაცხადა სირსკიმ მილუტინოვთან ინტერვიუში. ეხლა სირსკის არ დაუკონკრეტებია, როდის იყო გუშინ. ინტერვიუ 9 მაისს გამოქვეყნა, მაგრამ შეიძლება მანამდე იყოს ჩაწერილი. მაგრამ მთავარი დასკვნა აქ არის ის, რომ უკრაინა უფრო ძლიერად უთხრამს რუსეთს, ვიდრე რუსეთი უთხრამს უკრაინას. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და ეს უკრაინისთვის წარმოუდგენელი მიღწევა, როცა რუსეთმა პოკროვსკში 99,000 ჯარისკაცი მოაგროვა. ზეწოლა იწყებს პუტინის ძალებზე მოქმედებას და პოკროვსკში მოპოვებული 3 კილომეტრი იმის მტკიცებულებაა, რომ ეს ზეწოლა შედეგს იძლევა. ზელენსკისაც ბევრი აქვს სათქმელი იმის შესახებ, რასაც ახლა პოკროვსკში, დონეცკში და მთლიანად ბრძოლის ველზე ვხედავთ. უკრაინის პრეზიდენტმა 19 მაისის ყოველდღიურ მიმართვაში თავის ხალხს უთხრა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება იცვლება. ან ჩვენს სასარგებლოდ, უკრაინის სასარგებლოდ, დინამიკაში ცვლილება მოიტანა. ჩვენ უფრო მეტ პოზიციას ვიკავებთ და მეტ ზიანს ვაკენებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გრძელვადიანი სანქციების გავლენა რუსეთის წინააღმდეგ. ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ მან დაამტკიცა უკრაინის შორმანძილზე მოქმედების გეგმები ივნისისთვის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ამას მოგვიანებით დაუბრუნდებით, მას შემდეგ რაც კიდევ ერთ ცვლილებას გამოვყოფთ უკრაინის ომში. მიმდინარეობს სამხედრო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის კიდევ უფრო ძლიერ საბრძოლო ძალად გადაქცევას, ვიდრე ის უკვე არის. ინტერვიუში მილიტარნისთან სირსკიმ თქვა, რომ ახალი კონტრაქტები იქმნება, უკრაინის ჯარისკაცებს უფრო მაღალი ანაზღაურება ექნებათ და უკეთესი მექანიზმები დაინერგება იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც თავიანთი კონტრაქტი შეასრულეს და სურთ სამსახურის დატოტოვება. განსაკუთრებით მეტი ფინანსური წახალისება ექნებათ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე ყველაზე საჭირო პოზიციებს იკავებენ, რაც მორალზე დადებითად იმოქმედებს. უკრაინის შეტევამ პოკროვსკის მიმართულებებით და კონტრშეტევებმა სხვა ადგილებში უკვე შექმნა ამაღლებული განწყობა, რადგან უკრაინა გრძნობს, რომ ინიციატივა მის მხარეს გადადის. ეს რეფორმები იდეალურად იყო დაგეგმილი, რათა უკრაინამ თავის წარმატებებზე ააგოს. ეხლა კი ღრმა დარტყმები, რა ხდის მათ ასეთ მნიშვნელოვანს. ზელენსკი ასე ძალიან ცდილობს გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ მან დაამტკიცა უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანიის გეგმა, რადგან ეს ზუსტად ეხმიანება იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რუსეთის ძალების ეტაპობრივად შესუსტებას მის უკანა ხაზებში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშუალო რადიუსის დრონები ანგრევენ იმ მხარდაჭერის სისტემას, რომელიც პუტინის პროქსებს ფრონტზე სჭირდებათ, რაც ქმნის შესაძლებლობებს უკრაინისთვის დაიწყოს ისეთი კონტრშეტევები, როგორიც ახლა პოკროვსკში ვხედავთ. თუმცა უფრო ფართო სურათი მოიცავს უკრაინის დათმებს უშუალოდ რუსეთის სიღრმეში. უკრაინის თავდასხმები რუსეთის გულში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. პოკროვსკის გარღვევამდე უკრაინამ ასობით დრონი გაუშვა მოსკოვისა და რუსეთის ძირითადი ტერიტორიის მიმართულებით, მათ შორის დართმა პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინიდან 1500 კილომეტრითაა დაშორებული და მაისში რამდენჯერმე იქნა დაზიანებული.
უკრაინის შორმანძილზე განხორციელებული კამპანია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ატლანტიკური საბჭო საკმარისად დარწმუნებული იყო, რათა 19 მაისის სტატიაში ეთქვა, რომ უკრაინა დრონების ომს იგებს. უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა მიიღოს მოგება თავისი ყველაზე ძვირფასი პროდუქტისგან. გარდა ამისა, პრობლემები შეუქმნა საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების უკრაინაში მოქმედ ჯარებამდე მიწოდებაში. ყოველი თავდასხმა საჰაერო თავდაცვის სისტემაზე ოკუპირებულ უკრაინაში ხსნის საჰაერო მარშრუტებს, რომლებსაც უკრაინა შეუძლია გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ მეტი თავდასხმის განსახორციელებლად. და თვით უკრაინის FPV დრონებსაც კი გაზრდილი აქვთ მოქმედების რადიუსი. ზოგიერთ მათგანს შეუძლია 70 კილომეტრზე მეტ მანძილზე გაფრენა, რათა რუსეთის ხაზებს მიღმა მიიტანოს დარტყმა. ეს არის 1000 ჭრილობით გამოფიტვის სტრატეგია და ახლა უკვე ვხედავთ, რომ შედეგს იძლევა. მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავია უკრაინის კონტრშეტევა პოკროვსკში, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალ უკუგდებას შორის, რაც უკრაინამ 2026 წელს განახორციელა. ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში თავისუფლდება. რუსეთის ძალები ფრონტზე სუსტდება, რადგან მათი პირდაპირი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნადგურდება და უკრაინის შორმანძილზე დარტყმები ძლიერდება. გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის საფუძველი, რომელიც დონეცკის აღებას ისახავდა მიზნად, მთლიანად ჩამოიშალა. უკრაინა ახლა რუსულ ფრონტს არღვევს და შესაძლოა ახლა ხედავდეთ ფართო კონტრშეტევის დასაწყისს, რომელიც პუტინს იმ უსარგებლო ტაქტიკოსად წარმოაჩენს, როგორც სინამდვილეშია. არ აქვს მნიშვნელობა, საითაც პუტინი იყურება. იქნება ეს დრონები, ფრონტზე დაწყებული შეტევების რაოდენობა თუ დაკავებული ტერიტორიების მოცულობა. უკრაინა მაინც ლიდერობს. და ახლა რუსეთის ლიდერმა იცის, რომ მისი დედაქალაქიც კი უსაფრთხო აღარ არის. არ ყოფილა მოწყალება, მხოლოდ შურის ძიება, როცა მაისის დასაწყისში რუსეთი გიგანტურ ცეცხლის ბურთებად აფეთქდა. თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად მომაკვდინებელი გახდა უკრაინის შორმანძილზე მოქმედი სტრატეგიები, ნახეთ ჩვენი ვიდეო, რომელიც ასახავს უკრაინის საფასუხო დარტყმებს კიევში რუსეთის სასტიკი ქმედებების საფასუხოდ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი მასალები. მადლობა ყურებისთვის.